ჩვენ ამ გზაზე დავკარგეთ ყველამ ერთად თაობები. ჩვენ არ გვყავს თაობები დასაკარგი ამ ადგილას. ქუთაისის წყალტუბოს გზაზე აქცია მსვლელობა და რეგულირეს სიცოცხლისათვის მოეწყო. აქციის მონაწილეები ქუთაისის ყინულის მოედანთან შეიკრიბნენ და ავტომობილებით შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. მოქალაქეებმა და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ხელისუფლებას მოუწოდნენ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სიჩქარის შემზღუდველი ნიშნები და ბარიერები განათავსონ. აღნიშნულ განცხადებას საინიციატივო ჯგუფის წევრები საგზაო დეპარტამენტში ხვალ შეიტანენ. ჩვენ მიმართავთ შესაბამის სტრუქტურებს, რომ მოხდეს ამ გზაზე სიჩქარის შეზღუდვის შესაბამისი კამერა იქნება, თუ სხვადასხვა მექანიზმი იქნება, თუ ამგზავრული ნიშანი იქნება, დარეგულირება, იმიტომ რომ ჩვენ არ აყავს თაობები ადგილზე დასაკარგი. ეს არის ჩვენი პრობლემა, თაობების პრობლემა, ქუთაისის პრობლემა, საქართველოს პრობლემა და ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლებამ ამაზე ყური უნდა, ასე ვთქვათ, გამოიფერთხოს. მიმართეთ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს წერილით, რომ სურს ამ გზის მონაკვეთზე დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ის ტრაგიკული შემთხვევები, რომლის ერთადერთი გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ რატომღაც სახელმწიფო ვერ ახერხებს სიჩქარის დარეგულირებას ამ 10 კილომეტრიან მონაკვეთზე. შევიტანეთ წერილი, დღეს ასევე პატივი მივაგეთ დაღუპულთა ხსოვნას და გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი და აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ხვალიდან ეს გზა იყოს უსაფრთხო და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას აქ დაღუპულთა რაოდენობას. აქციის მონაწილეებმა ტრაგედიის ადგილზე ყვავილები მიიტანეს, სანთლები დაანთეს და ბანერი წარწერით დაარეგულირეს სიცოცხლისათვის გამოფინეს. ყველა ვინც ამ ქალაქში ვიზრდებით და ვინც ცხოვრობთ დიდი ხანია და დავდივართ და სულ აკვატარებთ დროს ყველამ ვიცით ამ გზის საფრთხეების შესახებ. ყველამ გულთან მიიტანა ეს ტკივილი. ეს წლებია ხდება უკვე ქუთაისის წყალტუბოს გზაზე, წლებია ჩვენ ვიცით და ხედავთ რომ ამდენი ადამიანი იღუპება და არანაირი რეაგირება ამას არ მოყოლია, როცა შეიძლება და ათობით ადამიანის, ათობით იმ ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენა ელემენტარული, ძალიან მარტივი სიჩქარის შემზღუდველი, მარეგულირებელი აი ეგრეთ წოდებული ბუგაროკებით, მაგრამ სამწუხაროდ არ მოხდა და დღეს ვიკრიბებით იმისთვის, რომ ეს შემთხვევა იყოს საბოლოო, ეს სამწუხარო და ეს ტრაგედია იყოს საბოლოო და მეორედ აქ აღარ მოხდეს მსგავსი შემთხვევები და სასწრაფოდ დარეგულირდეს ამ გზაზე სიჩქარე. ერთად ვწავლობდით და ძალიან გული ვწყდება და აუცილებლად უნდა გატარდეს ღონისძიებები, რომ კიდევ არ დავკარგოთ ახალგაზრდები, ზოგადად ადამიანები არ დავკარგოთ ამ გზაზე და მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გაატარა ის ღონისძიებები, რომ აღარ მოხდეს სიკვდილიანობა ამ გზაზე. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის წყალტუბოს გზაზე გუშინ გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მერსედესის მარკის ავტომობილი ბოძს შეეჯახა, შედეგად ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და ტრანსპორტში მჯდომი 3 ახალგაზრდა გარდაიცვალა. მარიამ კუხიანიძე და თამარ ქავთარაძე, ტელეკომპანია მეგატივისათვის.